გამარჯობა, მე ლელა ვარ. მე-18 წიგნით დაგიბრუნდით თამარ გეგეშიძის თანამედროვე ქართველი ავტორის საყმაწვილო რომანი სულიჩიტი. ამ წიგნის შესახებ ტელესკოლაში გაკვეთილით შემოგთავაზეთ და ძალიან მიყვარს ის გაკვეთილი განსაკუთრებულად. 2018 წელს გამოსცა გამომცემლობა ინტელექტმა ეს წიგნი და ისე მოხდა რომ ერთი კვირის წინ ჩემი მოსწავლეები სადამრიგებლო კლასი მირზაანში დაწაყვანილი ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ანახავად და შემდეგ ნუკრიანში გავჩერდით ბავშვების დასაპყურებლად და დრო ვიხელთი 10 წუთი განმარტოვდი ვიდეო ჩავწერე ეს წიგნით წაღებული მქონდა სამწუხაროდ როდესაც ვტვირთავდი და გადავწყვიტე რომ იმ აქტივობის შესახებ რომელსაც ვახსენებ ფოტოები დამერთო ერთ-ერთ პროგრამაში მეგონა რომ უკვე შენახული იყო წავშალე. ასე გაქრა ჩემი ტელეფონიდან ის უსაყვარლესი მზით გაჩახჩახებული ვიდეო, მაგრამ არა უშავს. ალბათ ასე იყო საჭირო. სულ ასე ვფიქრობ, როცა რაღაც არ გამოდის და ვამბობდი იმას, რომ დამთხოვები წიგნთან და ცხოვრებასთან ხშირად ხდება ხოლმე და ისე მოხდა, რომ ამ სათაურის სულიჩიტი ამ წიგნის რაც არის, ამ სათაურის გასაღები ერთ-ერთ თავში არის ბოლოსკენ, როდესაც ბავშვები მიდიან ექსკურსიაზე, ძირს წვანან და თავები აქვთ მიდებული, უყურებენ ჩიტებს და ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ მოდი წარმოვიდგინოთ, ვითომ ეს არის ჩვენი სულიჩიტი. როგორც ხედავთ ყდაზე ფერადი ჩიტების გვერდით შავი ჩიტებიც არის და ეს სულიჩიტი, რომელიც ძალიან ლამაზი სათაურია და ბევრი შეიძლება ვიმსჯელოთ ამ სათაურის სიმბოლურ გააზრებაზე. ჩემი აზრით და თავზე დაყრდნობით სულიჩიტი არის თითოეული ჩვენგანში ის ჰარმონიული მდგომარეობა, რომელიც გვინდა რომ გქონდეს და ბავშვებში და მოზარდებში ამას ქმნის ის გარემო, რომელშიც მათ უწევს ცხოვრება. კლასელის მშობელი, დამრიგებელი, მასწავლებლის მასწავლებლები, კლასელები, სასკოლო საზოგადოება ჩანს ამ წიგნში მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში ლუკა არის 10 წლის ბიჭი, წელი ზუსტად აღარ მახსოვს, მოკლედ და მასწავლებელი დაავალებს, რომ დაწეროს დღიური, პირველ პრიში მოგვითხრობს ლუკა თავისი ცხოვრების შესახებ და ქართული სკოლის რეალობა არის ასახული. თავარი პრობლემა, რაც ჩანს, ეს არის კონფლიქტი და ჩვენ ვიცით, რომ სკოლა სავსეა კონფლიქტებით და ეროვნულ სასწავლო გეგმაში სწორედ ასე იწყება, რომ სკოლა არის ადგილი კონფლიქტებისთვის და ჩვენ მასწავლებლებმა უნდა შევძლოთ, რომ ეს კონფლიქტური სიტუაციები ყოჩაღად მართოთ, განვუხტოთ და ამ წიგნშიც მწერალს შემოჰყავს მასწავლებლები, ისეთი მასწავლებლები და კლასის დამრიგებელი, ნინო მასწავლებელი და ქართულის მასწავლებელი მარიკა, რომლებიც ადვილად ხვდებიან ბავშვებს შორის დაძაბულ ურთიერთობას ამჩნევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ განვუხტონ ეს სიტუაცია. ლუკას ერთი შეხედვით პრობლემები არ უნდა ჰქონდეს, ყავს მზრუნველი მშობლები, მოსიყვარულე ოჯახის წევრები, ბებია, დეიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან ბავშვებს ამ ასაკში ვიცით, რომ ძალიან დიდ როლს ანიჭებენ ბავშვები თანატოლის აზრზე. რას ფიქრობენ სხლები თანატოლები მის შესახებ და აი თვით დამკვიდრების პროცესი, მიკუთნობილობის განცდა, მეგობრის ძიება, კლასის ატმოსფერო, რომელიც ყველა ქართულ მასწავლებლობას გვეცნობა, ძალიან კარგად არის აღწერილი წიგნში. წიგნის მიხედვით რამდენიმე საინტერესო აქტივობა დავგეგმე, ორს გავიხსენებ. ერთი არის სტუმრად ჩემს უბანში. ეს არის წიგნი, რომელიც ხმამაღლა წავუკითხე ჩემს 2 კლასს, 2 წლის წინ და ერთ-ერთი თავი არის ამ გვარი სათაურით, ჩემი ეზო. და როდესაც ეს თავი წავუკითხე ბავშვებს
იდეა დავებადა იქვე, რომ მოდი ხომ არ წაგიყვანოთ ჩემს უბანში მეთქი, მუხიანს გულისხმობდი და მართლაც სახლში დადეს ჩანთები და შევიკრიბეთ ავტობუსის გაჩერებასთან და ვესტუმრეთ ჩემს უბანს. ბავშვებმა დავათვალიერეთ ჩემს სკოლაში მაშინ სკოლაში რომელიც დავამთავრე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ავედით სკოლამდე, დაურეკე კლასელის დედას, ლია დეიდას და ჩამოვიდა და გავაცანი ბავშვებს. შემოგხვდა ჩემი დაქალის დედა მანანა დეიდა, ჩემი კლასელის და მაკა სადაც ნამცხრობს შევედით მაღაზიაში. იქ შემხვდა ჩემი სკოლის მასწავლებელი, შრომის მასწავლებელი ნანი მასწავლებელი და ბავშვებმა დაინახეს აი ამ ერთ გასვლით დღეს დაინახეს ერთი გასვლისას როგორი სითბოთი იყო სავსე ჩემს უბანში, როდესაც მხდებოდნენ ჩემი ბავშვების ადამიანები და წიგნის ბოლოსაც არის ასეთი ფრაზა, რომ ლუკა უყურებს აუდიტორიას პროექტის წარდგენის დღეს და ამბობს, რომ ყველანი აქ იყვნენ ჩემი ცხოვრების ადამიანებიო და წარწერაც აქ მაქვს. ასეთი და ვფიქრობ, რომ წიგნის მთავარი გზავნილიც ის არის, თუ როგორი მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია ჩვენი შვილების, ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში, მათი კლასელების, მათი მეგობრების და ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთი რაც წინ წასწევს და ეს ძალიან გვჭირდება, არის სწორედ ამის გააზრება, თუ როგორი დიდი ძალა გვაქვს ჩვენ ერთმანეთისთვის და მარტო საკუთარ შვილზე ზრუნვა არაფრის მომტანი არ არის. სხვის შვილზე რომ ზრუნავ, შენს შვილზე ზრუნავ ამით, მე ამის მწამს და ვურჩევდი, რომ ყველა მშობელს მასწავლებელს წაეკითხოს ეს წიგნი და დაფიქრდნენ საკუთარ როლზე. წიგნის მიხედვით მოხატული ბალეშისპირი ამგვარია და ფრაზები არის კიდევ აქ ესეთი. მშვენიერი იდეა არაჩვეულებრივი იქნება, სულ მეუთქმელად დაველოდები. ქართულის მასწავლებლის მარიკას მასწავლებლის ფრაზები არის, რომლებსაც ეუბნება ბავშვებს, კითხვებს უსვამენ და მარიკა მათ ახალისებს და ამხნევებს და ესეც არის განმავითარებელი კომენტარის ძალაზე. ძალაზე მინდა დაგაფიქროთ, რომ თუ კი ადამიანს რწმენას ჩაუნერგავ ბავშვს მოზარდს, ის ყველაფერს შეძლებს და მარიკა მასწავლების ბავშვებიც ამ პროექტს დაასრულებენ, რომელიც საიდუმლო კუნძულის მიხედვით დაუგეგმავს და მე მხოლოდ ახლა ალბათ მე-6-ით წავიკითხე ეს წიგნი, ახლა დავაკვირდი ამას, რომ ამ წიგნის მიხედვით აქვს საკლასო პროექტი მარიკა მასწავლებლის დაგეგმილი და ძალიან გამიხარდა. კიდევ ერთი რამ მინდა პროექტის შესახებ გითხრათ, ეს არის გულ კედელ დაფასაკიდელა, საკმაოდ ვრცელი სახელი, რომელიც ჩემს მოსწავლეებს შევთავაზე, ბავშვებმა მოიტანეს შინიდან საკუთარი ინტერესების გამომხატველი ერთი ნახატი გქონდა, ჰერბარიუმი, ერთი ლექსი და კიდევ რამდენიმე ნივთი, რომლებითაც გამოხატავდნენ საკუთარ თავს და დაფა გადაივსო ამ საინტერესო ნივთებით, ჯერ ხელში გვეჭირა, მერე გულზე ჩამოვიკიდეთ, მერე ბოლოს დაფაზე დავამაგრეთ. მე სხვა კლასის ბავშვები შემოდიოდნენ და ათვალიერებდნენ, ისე თითქოს მუზეუმი იყო ამ დაფას, ფოტოებიც მაქვს ამ მომენტის ამსახველი. გაგიზიარებთ ვიდეოს ბოლოს ფოტოებს, სტატიაც მაქვს დაწერილი და ამ სტატიასაც ბმულში დავურთავ და ეს ჩემი ბიძგა აქ ამოკითხულმა ეპიზოდმა, როდესაც მთავარი პერსონაჟი ლუკა თავის კლასელს ვატოს მიჰყავს სახლში. ვატოს არ აქვს დიდრული გარემო შექმნილი, მაგრამ იმ რაღაც ძველებურ შპალერზე აქვს უფლება, რომ მიაკრას სურვილისამებრ მარკები, სახელმძღვანელოდან, გაზეთებიდან ამოჭრილი ისტორიული პირები და ყველაფერი ის, რაც მას სურს და რითაც საკუთარი თავის გამოხატვა შეუძლია და ეს ძალიან კარგი იდეაა, იმიტომ რომ ლიტერატურის სწავლება შეგვიძლია ვაქციოთ და დავუკავშიროთ ბავშვების ინტერესებს და დავაფიქროთ
რა მოსწონთ, რას უსმენენ, რას კითხულობენ, რას უყურებენ და ძალიან პატარა ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ გემოვნება, იმიტომ რომ როცა თუ ადამიანები ამ ბავშვობიდანვე არ იქნებიან დაინტერესებულები მრავალი ჰობი არ ექნება და მრავალი ინტერესი, მათი ცხოვრება შემდეგ სხვა რაღაცები დაკავდებიან და არასწორ მიმართულებას მიიღებს, სიცარიელე დაისადგურებს და ბავშვობიდანვე ლიტერატურით, მუსიკით და შემეცნებითი აქტივობებით მათი გარემოს გამრავალფეროვნება თავიდან აგვარიდებს იმ არასასურველ ქცევას ან ცხოვრების წარმართვას. მადლობა. შემდეგი წიგნი იქნება ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე და შეიძლება მალე შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ბალეშისპირის მოხატული მაქვს და წიგნიც ხელახლა წაკითხული და კიდევ ერთი კლასის საკითხავით წიგნის შესახებ გესაუბრებით ქართველი ავტორის თია თოფურიას რომანი ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე იქნება მე-19 წიგნი. დიდი მადლობა. ახლა ზარი დაირეკება და გაკვეთილი მეწყება მოვასწარი, რომ შუალედში სკოლის ეზოში ჩამეწერა ეს ვიდეო, რომელიც ერთი კვირის წინ დამეშალა. Calculated, distracted by the price. I patiently waited. You broke yours, but I kept mine. Oh, will I fail?